Pari დავიწყოთ უსაფრთხოების პროტოკოლით, რა უსაფრთხოების წესები იქნება დაცული 22 მარტს, ამის შესახებ ცნობილი სავარაუდოდ ცოტა ხანში გახდება. პირველები ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ანზორ ჩუბინიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ირაკლი კობახიძესთან ერთად მსჯელობენ, რომელი ქუჩები უნდა იყოს ჩაკეტილი, როგორ შეძლებენ მოქალაქეების სამებაში შესვლას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის დღეს, იქნება თუ არა სპეციალური საშვები, ყველა არის გასაწერი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 22 მარტს არა მხოლოდ მთელი საქართველოდან მოიყრიან თავს აქ მოქალაქეები, არამედ მაღალი რანგის სტუმრები ეყოლება საქართველოს, მათ შორის ჩამოდის საქართველოში მსოფლიო პატრიარქი, ვიდრე უსაფრთხოების ნორმები განსაკუთრებით გამკაცრდება სამების საკათედრო ტაძარში, ამ დრომდე სამოქალაქო პანაშვიდი არის და ყველა ადამიანს შეუძლია მოვიდეს და პატივი მიაგოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას. უსაფრთხოების ის პროტოკოლი იქნება მიღებული, რაც იქნება საჭირო და გამომდინარე. ვსჯელობთ იმაზე, რომ შეუქმნათ კომფორტული პირობები საზოგადოებას, რომ თავისუფლად მოვიდეს და შევიდეს სამძიმარი გამოუცხადოს ჩვენ გარდაცვლის პატრიარქს. მაღალი რანგებისთვის ახლა იქნება ის ზომები მიღებული, რამდენიც საჭირო არის. რა სიტუაციასაც აქვს ქვეყნიდან გამომდინარე, რა საჭირო, როგორი რისკის მატარებელი იქნება ჩვენი დასაცავი ობიექტი, იმ ზომებს მივიღებთ. ამ დღეებში, დღესაც, ხვალაც კიდე გვექნება შეხვედრა, აუცილებლად დაიხვეწება გამომდინარე მოცემული პირობებიდან. ვისთან ერთად ხვეწავთ ამ საკითხებს? გუშინ მაგალითად პრემიერი ხელმძღვანელობდა ამ ყველაფრის შეხვედრა. პრემიერთან ერთად დაიგეგმება როგორი უსაფრთხოების ნორმების. არა მარტო უსაფრთხოების, როგორც გითხარით თქვენ თქვით პროტოკოლი. რომელი ქუჩები იქნება, სად უნდა გადავკეტოთ, როგორი დაშვების სისტემა გვექნება, რა თქმა უნდა და ასე. განიხილება, რომ საშვებით იყოს საშვება ამ დღეს სამების საკათედრო ტაძარში? ცალკე საშვები არ არის, არ არსებობს ესეთი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით შემამდე არ მოსულა, მაგრამ რა თქმა უნდა მას მართავთ, როგორც შეგვიძლია, იმიტომ არის გამონაკლისები და იმართება ხელოვნურად. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრება სურს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შესაბამისი წერილით მიმართა პეინტენციურ დაწესებულებას, რომ მისცენ უფლება მიხეილ სააკაშვილს დაესწროს ილია მეორის დაკრძალვას. რა იქნება პეინტენციური დაწესებულების იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც სააკაშვილის ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, ის ასევე არის ნათელმირონი, პატრიარქს მონათლული ყავს მიხეილ სააკაშვილის შვილი, შესაბამისად სააკაშვილს სურს, რომ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვაში, პატივი მიაგოს ერის სულიერ წინამძღვარს. ჩვენ დღეს ვკითხეთ ანზორ ჩუბინიძეს, არის თუ არა შესაძლებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ პასუხისმგებლობა ჩუბინიძეს აიღოს მათ შორის ეტაპირების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სამების საკათედრო ტაძარში. რა პასუხი გაგვცა ჩუბინიძემ, ახლა ამას ჩვენი მაყურებელი მოისმენს. უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. ანუ პოლიტიკურ ნებას ველოდებით, თუ იქნება პოლიტიკური ნება. დაშვება ესა ამაში არ ვიცი. ან თქვენ ადასტურებთ, რომ უსაფრთხოების დაცვა იქნება შესაძლებელი. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა თუ ნება იქნება პოლიტიკური გადაყვანის. თუმცა მართალი გითხრათ, აი მე ახლა პირადად არ დაუჭერდი მხარს. რატომ ბატონო? იმიტომ რომ მასებთან შესაძლებელია რაღაც აღელვება მოყოლო და ამ ყველაფერს. მაგრამ მასებთან შევა სხვა ადამიანებთან დაკავშირებითაც მოხდეს აღელვება. ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზე არის დამოკიდებული, მისცემენ თუ არა შესაძლებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკანასკნელ გზაზე გააცილოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება, აქ მოდიან იმისთვის, რომ პატივი მიაგონ ილია მეორის ხსოვნას, იხსენებენ და უსამძიმრებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას. ეხლა წარმოუდგენელი ადამიანი, მე მივაჩვევა ესეთი გმირი ჩვენ არ ყოლია ჩემ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ეს საბჭოთა კავშირის წარმოუდგენელი წნეხი გამოიარა, როცა ჩვენ არ შეგვეძლო ეკლესიაში მისულიყავით, არ შეგვეძლო ეკლესიები იყო გადაკეთებული მუზეუმებად, ამ ადამიანმა აღადგინა ჩვენ გაგებაში წმენა იყო აუცილებელია ჩვენ გადავჩენილიყავით და გადავწვეთ როგორც ერი
და როცა უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა, მერეც ყოველთვის როცა ჩვენ გვიჭირდა და ძალიან გვიჭირდა და ეხლაც გვიჭირთ ზნულ და მორალურ ადგილას იდგა ეს კაცი. ძალიან დააკლდება ამ ქვეყანას და იმედი მაქვს ზევიდან. სიყვარულით სავსე იყო ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელსაც ქვეყანა და ხალხი და ქართველი ხალხი განსაკუთრებით იყო უპირველეს ყოვლისა. ძალიან მწუხარ რომ მსგავსი ადამიანი გამოაგდა ქართულ საზოგადოებას. მშობლიური ადამიანი და ჩემთვის ძალიან პატივსაცემი სიყვარულით სავსე ადამიანი იყო და ძალიან უყვარდა ქართველი და ქართული სახელმწიფო სამშობლო. ნებისმიერი კუთვნილების მიუხედავად, რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავადაც კი მე ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ეს დღეები არის გლოვის დღე. ყველას მწუხარებას, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის მწუხარებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ავტოკეფალიის ტომოსის მიღება 90 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან. ის იყო ალბათ მისი მოღვაწეობის, აი აქ თუ დასრულებულიყო მისი მოღვაწეობა, ალბათ ესეც იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი. ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული კონკორდატი, რომელიც არის მისი პატრიარქობის ერთ-ერთი დამსახურება და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მას აქვს სრული შეტანილი, რომ საქართველოში აიგზალა სიკვდილით დასჯა. მეორე დღეა საქართველოში გლოვა არის გამოცხადებული. ერი მთელი ქვეყანა გლოვობს ერის სულიერ წინამძღვარს. მშვიდობებიან ილია მეორეს ხალხის ნაკადი არ შემწყდა რა შეიძლება ითქვას იმ პერიოდის მერე, როგორც კი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს კათოლიკოს პატრიარქი. მომდევნო დღეების განმავლობაშიც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს პატივი მიაგოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. რა უსაფრთხოების წესები მოქმედება 22 მარტს ჯერჯერობით უცნობია სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი 22 მარტს რა პროტოკოლი ჩაირთვება, რადგან სწორედ ამ დღეს უნდა დაკრძალონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის გადაწყვეტილებით სამუდამო ბინას დაიდებს სიონის საკათედრო ტაძარში. სწორედ სიონის ტაძარში სურდა რომ დაესაფლავებინათ ილია მეორეს.